რატუნა უნდა იყოს თვითონ რომ შეჭამთ მე ესა. ხიწიცი. და ხიწიცი აღარ გამოვა რა ისეთი ხრატუნა და გემრიელი. ბატონო დავით, რა შალიჭო? არაფერი. მოდი განახო აქ როგორ არის დუღებული. არა. და გაურიეთ ხოლმე ამას. ყოვლ. რომ უბრალოდ ქვემოთ თავიდან არ მიიკრას, თორე შეხედეთ ახლა, აი ჩახედე. რამდენად ბევრი ქონი გაუშვი, შეხედეთ ეს სულ ის არის, გორის ქონია. ბატონო დავით, ახლა მიდი ჩაიხდე. როგორია? სუნი როგორია? სალი სუნი. სალიც არა, ამას უკვე ქვია ხიწიწი სუნი. ხიწიწი სუნი. სერვები კიდე უკეთებენ ცოტა რძეს. ნუ აი ახლა ამდენზე ალბათ უნდა ნახევარი ჭიქარ რძეც არა. ჩვენზე გვაქვს? არა, რატო უკეთებენ? რძე იწובה მე ეს იმაში, რა ქვია, კონში და კარამელიზაციას უკეთებს და თვითონ ხიწიც ახტის უფრო მუქს. დანარჩენი არანაირი როლი არ აქვს ეხლა. ეს მაგარი რაღაც მაჩუქე. ჩვენ ხო სერბები არა ვართ. ეგ არის ყოვს ჩანგალ, დანა, სასტვენ, გასახსნელა და თევზ არა, ეგ ხერხი არა. ახლა მოიტანე. თუ რამეს აი ესეთი კბილები აქვს და ღალატებში ჩავარდით რომ ხერხია და რატო არაფერს არ აჭრისო, ეს არის თევზის გასაფრთხნელი. და კიდე ეს. მაგარია. მადლობა ვის? შენ. მოხუც მამას. ხო? კაი. ეხლა ეს გაკეთება ამას ბევრი ჩალიჩი აღარ უნდა, კიდე ერთხელ ჩაახედე შეგით როგორ უნდა იყოს. აი ესე. მე იმისთვის მომიტანე რომ ჭამოთ. და მერე ვნახოთ როგორი რა გამოვიდა. კი მაგ ნაჭამი გემრიელი იქნება. მაშ ასე მეგობრებო.